ახლა მოგესალმებით მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას გესალმებით ახალი დღიდან. გიგზავნით გულითადი მოგითხრებს პატივისცემას და სიყვარულს. ბონჯუკის რიცხვა შევეჯახე ძმაო. რქით მირტყამს ეს გიჟი ბონჯუკი. ბონჯუკ! რასაკეთებ შემი ლომი ბიჭი? რასაკეთებ შემი სიმპათიური ბიჭი? მოდი აქ, მოდი აქ, მოდი. მოდი აქ, მოდი. შეხედე ჩემს ლომს ახლა, შეხედე. ჰოპლალა. ეხლა შეხედე. ჰოპლალა. ახლა ამას ესე ვაკეთებ, კარგი? გიჟივით წამოდგა, ასეც ცდილობს დამადხას. ჰოპლა, მოდი. მოდი შეკაცო. სუდი ბონჯუკი. ეხლა გოქანი იღებს, ხო? და ამჯერად გოქანის გვერდით მომუნდა მისვლა. ხო, დღეს ვიფიქრეთ, ხებით დავისხებ მეთქი. ნახე ამ ბონჯუკს ხედავ? გოქანი შენ გიბრუნდებოდა. ის გიჟი ცოტახნის წინ აქიჯდა, მერე ადგა მეგობრებო და ცდილობს რქით დამარხას. გთხოვთ, ვინმე კამერა დაიჭირეთ ერთი წამით, ნახეთ? მოდი. ეხლა ორი თხა ერთად არ უნდა შეგრებილიყო. თხა თხისენას გაიგებს. ბონჯუკ! ბონჯუკ! როგორ შემოდის ეს ხმა? აი შენ უამბობ, მოდი. თხა თხისენას გაიგებს შუნო რა სიზამს. შენნაირ ვაც რომ დაინახავს. ბონჯუკი ჩემი. ჰავან მეგობარო, ღმერთო ნელა შვილო, ორი დღეა მზიანი ამინდი იყო. დღეს ისევ გაფუჭება დაიწყო. ცოტახნის წინ ამათ სისხლს დავაკმაყოფილებდი გეფიცები. ისინი მოვაგვარეთ. გუშინაც საშინელი ავარია შეგონთხვა. ინსტაგრამზე ვიც მიყვება იცის. გაჩუმდი რა ყურადღებას ნუ მიფანთავ. გოქან დამცინოდა რომ ჩემთან ერთად მოტოციკლს ვერ ატარებდი. გუში გოქანი გაფრინდა მეგობრებო. ისე გაფრინდა რომ პირდაპირ ლორწოსავით მიწას მიეწება. ზუსტად ასე მოხდა, ვიც ვიდეოს უყურებს, ინსტაგრამზე გააზიარა კომენტარებში დაწერეთ. ზოგიერთ ემა დაწერეთ ძმაო, მოტოციკლს რამე ხო არ დაემართა? დიდი მადლობა გმერთს. ორივეშიც განსაკუთრებული პრობლემა არ არის მეგობრებო. კიდევ ერთხელ თქვი, ღმერთმა მაპატიოს აღარ გავაკეთებ. აღარ გავაკეთებ მეთქი. კიდევ ერთხელ თქვი, აღარ გავაკეთებ. ბიჭო, მე შემიძლია ფრენა მშვიდად ფრინავ. ეხა მე რალი სპორტსმენი ვარ, ვიც ვიცნობს იცის. ჩემი წასული მაქვს. კოპილოტობა, რალის პილოტობა, თვითფრინავის და ვერტფრენის პილოტობა. ნელა ბიჭო, ნელა. თუ შენ თავს ჩემთან შეადარებ, ასე ლორწოსავით მიწაზე მიეწებები. დაიცადე ბონჯუკ, ერთი წუთი დაიცადე, ეს უმასე გამიკეთოს. ჰაერში აიწიოს. არ მინდა თავი გავწიო, ის ხო გიჟია. თუ დაგარტყა ხო იცი. წინაჯერზე მეც ხუმრობით ვცადე. რას საკეთებდი, თხას თავი მიარტყი. ძმა, ვისთან ერთად ცხოვრობ აქ? თხას თავი ავიმიარტყა. თხას რატო უტყამ თავს ბიჭო? თხას რატო უტყამ თავს? დაიცადე ბონჯუკ ერთი წუთით, კარგი? ბონჯუკ დატოვე ეს უაზრო ლაპარაკი. საჭმელი მომიტანე ამბობს. მოდი ამათ მუცელი აუსო ძმაო. ნახე, ეგ რქები ხო გაქვს ახლა ბონჯუკ? გონება მოიცადე ერთი. დაიცადე მე აქედან საჭმელს ავიგებ და მოვალ. თქვენ იმ დროს ძმაო გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. თქვენგან თხოვნა მაქვს, გთხოვთ, თუ მოგწონთ ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარიც დაწერეთ, ძალიან გამიხარდება. რემონტი დავიწყეთ, საწყალკაც ვაწვალებთ, ამასაც გაჩვენებთ, დღეს გამოვიტან ამ ოთახს. რა მოხდა ჩემო ლამაზო გოგო? ცოტა ხანში ყველაფერს ვნახავ ძმაო, თქვენ კი ერთი ლაიქი დააწექით. უშენბეის გულისთვის გთხოვთ. ეხლა იაკალ მოდი ახლოდან აჩვენე წინა მხარე. ჩვენ წინ რა გვაქვს ძმაო? რა არის? ნახე. ბონჯუკ, კიდევ ხედავ რამეს ბონჯუკ? ვაი ბონჯუკ, რა გაუმაძღარი ხარ ბონჯუკ? სიმინდი. ბათქრის საკვები. და კიდე ქერი. ჰავაით შეურიეთ ბონჯუკ ბეიჭამს. მოდი ცოტა დავკაროთ კიდე აიღონ. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი. გაუმაძღარი ბონჯუკი. დაიცადე ჩემო ასთანო მოგშივდა. ისედაც არიცი დანახრება, საჭმელზეც მთელი მსოფლიოში ფასები გაიზარდა. მომეცით ბაჭია. აუ ყველას გაგიშვებთ ბონჯუკ. დაიცადე. ერთი წუთი შვილო. მოდი ესეც ასე დავყაროთ ძმაო მათ საკვებებში. ჩვენმა თხებმა დღესასწაული მოიწყონ. კარგად დანაყრდნე. ჭამონ ჩემო ლომებო. გემრიელად მოგეკეთოთ. გემრიელად მოგეკეთოთ ჩემო ლომებო. ფრეში 10 კილოგრამს ვაჭმევთ, მაგრამ მაინც ალზრებიან მეგობრებო. ბალახსაც ვაწყვეთ და უგდებთ, მწვანე ბალახს. მაინც არაფერი. ხედავ?
ხო, ეს ხები ფიზიკურად პატარაა და ეგრეთ რჩებიან. გესმის? ასე გავფანტოთ. ამ ქათმებს და მტრედებსაც მივცეთ ამიდან. მოდი. მამლებია ძმაო. ძალიან ბევრი მამალი გყავს. 2, 4, 5 არის, 5. ეს არის 6. ჩვენთან აქ უფრო მეტი მამალია ვიდრე ქათამი. 5 ქათამია ძმაო. მართლა ბევრი მამალი გყავს. ესენის გაიზარდნენ. კარგი, მაგრამ ხო იცით, ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს. მაშალა. მოდი. ჩვენთან გარჩევა არ არის, ძმაო. ყველა ერთსა და იმავეს ჭამს. მაშალა, ჩვენს ყველა ცხოველს ფიზიკაც და მუსიკაც 10-იანზე აქვს. მოდი. ის იმალება. ცოტა ხნისი ხორბალიც მივეციმათ. ვინმე ხომ არ მოაკითხა, რატომ გაგიჟდნენ ძაღლები? მოიცავ ნახოთ, კარი, ბავშვი ხო არ მოვიდა? ჩვენი ერთი ძმა უნდა მოსულიყო ფერმაში. სტუმრად. მოდი იქით წავიდეთ ვნახოთ. გადაიგე ესე თავიდან ჩვენი ლომები ვნახოთ. შვილო! როგორ ხარ ლამაზო? მაშალა შენზე. მაშალა ჩემს ლამაზებს. დღესაც ისევ რემონტით დავიწყეთ მეგობრებო. აი შედუღების აპარატი გალია, ის გალიაც დახურე. კარგი, ის ადგილის გაჩვენოთ? ამ გალიასაც ალხამდულილა დღეს გავაკეთეთ. დასულდა მეგობრებო. აი კას გავაგებ და დავხურავ გაჩვენებთ. აქ ეხლა მტკიცია. აქ მხოლოდ ერთი ადგილი დაგვრჩა. ამ დროს ნორახანი მიც გაუშვი. ნორახანის ჩობიარობა ახლოსაა მეგობრებო. უკვე კარგად მოდუნება დაეწყო, მაშალა. ხედავ შენს გოგოს. ჩემი გოგო დედა გახდება. რა ლამაზია. ჩემი გოგო გაიზარდა და დედა გახდება. ნორახანი. მუცელი კარგად დაუწია. ძუძუებით შეშუპება დაეწყო. ალბათ 15-20 დღეში გააჩეს, ფიქრობ. მხოლოდ ეს გალია დავრჩა. აქ დღესვე გავაკეთებთ ამას. ერთქას გავაკეთებთ. ზეინებ! კარლოს! შვილო, ჩვენ ხო ეხლა ხას არ გავრეცხეთ იქ? დღეში 50 ჯერ ხო არ ირეცხება გალია შვილო? ესენი ძმაო ძროხები ვითარია. ვერ ხვდები რამდენ საჯვამე. აქაც დავამთავრეთ. ეხლა 100-ას კარის გასწორება გჭირდება. იქ ერთ ანჯამას დავაგენებთ. 100-ია რომ აქეთ არ შემოიყვანონ. ნახოთ, მოიცადე ტონი. ტონი ჭკვიანად იყავი. ტონიც მას ესმის თავს. მოიცადე, ნახოთ, შევიყვანოთ ისინი. მარლა ქალბატონი სად არის? მარლა, გაჩერდი ნორა ერთი წუთი ჩვილო. ალბათ ნორაც თავს პატარა. ჰეი, ტონი! აი ნახე რა. ტონი, ცემას მიიღებ, ჭკვიანად იყავი. ტონი ძალიან ძვირია, ხო იცი? ჩოხსისი? ჰაკეზებს ნახე. ნორასგანაც მალე მიიღებს. ახალგაზრდებო, ჭკვიანად იყავით. არა, ტონი! დაიცადე ცოტა ხას გვერდით დაუდგეთ. ტონი შანს ელოდება, როგორც კი ზურგს შეაქცევს, ნორასთან მიახლოებას ცდილობს. სხვებთან ერთად. აი ეს იყო, ტონი გაკეტილიყავდა, გალიებიდან გადახტა მიწაზე. ერთს გალიას ვაგავებთ, ქალბატონო. იქ საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებია, სწორია. კიდე უნდა დავფაროთ ზემოდან. აგა ბევრი საქმე გვაქვს, ძმაო. მეგობრებო, დღესაც სტუმრები გყავს, ჩვენი გამომწერები. ძმასთან რამდენიმე დღის წინ ბაზარში გავიცანი. რასაკეთებ, ძმაო, როგორ ხარ? მოგესალმები. როგორია ფერმა? ძალიან კარგია. ეხლა ცოტა ხნის წინაც გითხარით, ერთ ჩანაწერს მოგეცით. ეხლა ტაისი ცოტა აგრესიულად იქცევა, როგორც იცით, ფრთხილად ვიქნებით. შიგნით შეგიშვებთ. არ შეგეშინდეთ, მაგრამ კარგი. გოგან ეხლა ტაისი ცოტა უკან წაიყვანე. ძმაო, მოდით ფრთხილად იყავით, ზედ მოგახტებათ, არ შეგეშინდეთ, კარგი. მოდი ძმაო, გადადი. შენ მოდი. არ რა თქვა? მოდი შენ პირდაპირ შედი. სწრაფად შედით. სწრაფად შედით. არა, ტაისი, მოდი. მე ბავშვს არ ავიყვან, ესენი წავიდნენ. რა იქნება? არა, არ დაგესხმება. ხო, რომ მასას დაეკმაყოფილებინა სურვილი. ძმაო, ხომ არ დაგიგმეს? არა, არ დაგიგმეს. მოდი თქვენ. მოდი შენ. მოდი. კარგი, ტაისი, გაჩერდი. მოდი. თამამ. კარგი, გაჩერდი. ძმაო, პირდაპირ შედით, ნარა, მოდი. ო, გაიქეცი, ნარა. გაჩერდი, კაშივე შევედით. არა, ძმაო, მოიყვანეს, საერთოდ არ მოგერიდოს. მოდი შენ.
ნარა, მოდი, ხელში აყვანა არა. ხელში აყვანა არა, ანა არა. ნარა, გადი, კარგი. არა, ეხა თქვენ ასე მოდით. არა, ის მოეფეროს მას, მოიცადე. ის ეფერება, არ შეგეშინდეთ. არა, არ გიკბენს. არ გიკბენს, ნუ პანიკობ, მოიცადე. წვიმაც დაიწყო, იღმალია, მოდი. მოდი. კარგი, საერთოდ არ შეგეშინდეს, დამშვიდდი. მოდი, ძმაო, მოდი. კარგი, ტაისი, არ მიუახლოდე. კარგი, მოდით, ბიჭებო. და კიდე წვიმაც დაიწყო. ხედავ ამას? ეხლა ძაღლები, ეხლა ხალ მოხვედით, ხო? ჯერ თქვენ დაყვნოსო, ძმაო. მოდით ესე დაჯექით. მოდი დაჯექი, საერთოდ არ ინერვიულოთ. მოდუნდით, კარგი? ძმაო, ჩემთანაც არის, მაგრამ ჩემთან ისაა, ხო იცი? კავკასიური ნაგაზი. ხო, მე გამომიგზავნა ვიდეო. და ნახე? თუ კალთაში ჩავისვამ, პრობლემა იქნებაო. შენ კალთაში არ ჩაისვა, მე მომეცი. მოდი, უსეი. მოდი, ნუ მოგერიდება, ძამიკო. იცი რატო ამობ, კალთაში არ ჩაისვა მეთქი. კარგი, მოიცადე. როცა ძაღლებს თავზე აყენებ, ისინი საფრთხედ აღიქვამენ ამას. გაიგე? მოიცადე, ნურა, მოიცადე. ნამდვილი არ მოზურ. ეხლა მითხარი ჰუსეი, ის. კი. ჰუსეინი იყო თუ ჰუსეინი? ნეც ჰუსეინი გავიგე, ჰუსეინი. არა, არაფერს აკეთო, მოიცადე, ნურა. ცოტა ძლიერია, ხო იცი? გააკანკალა. არა, დაფიქრდი. შეგეშინდა. არა, დავფიქრდი. რისი სახელი არესი? არესი. გინდა გაჩვენო გალიები. არესი სახელი რა არის? დოქთაის ნაჯვარია. ყველას ვაჩვენე ფუსეის. დოქთაი აჩვენე. შენ მე გამიხსენე, მე შენს პირველად რომ მემოხვედი, გაგაცანი. ხო, გამახსენდა შენი სახელი. დაახლოებით 3 წელი გავიდა უკვე. 3 წელი გავიდა. არა, სულ არ უნდა შერცხვეს, ძმაო. დაიცადე, მოდი წავიდეთ ერთად. ამის სახელი ნურადანია, ნურადანი. დაიცადე. ძმაო, ბიჭო, არა, გაჩერდი. მარლადან მოვიდა. არა, არაფერს აკეთოთ. არა, მარლა. კარგი, საერთოდ არ ინერვიულოთ. არა, დამშვიდი. რომელი კარგია? არა, მარლა. სიმშვიდე. ძმაო, ეს მორთულობა რამდენი წელია შენთანა? ეს მოთულობა უკვე 78 წელია მაქვს. თქვენ ორნი ერთად ისე იზნეთ, ძმასთან ერთად. კარგი. კარგი ძმაო, ეხლა ქუზეი გარეთ გამოვიყვანეთ მეგობრებო, თანაც ბედად წვიმაც სამოვიდა. ბავშვი ცოტა გაიყინა ამიტომ. არ ინერვიულო, მოდუნდი შენ. შენ მოდუნდი. დაიცადე ნერვიულობ. არა, იყავი გონიერი. შენ არაფერს აკეთო. ბევრი ხალხია, ხო იცი? მოდი ძმაო. აი ადამიანი ცოტა იგავებს თავს. თუ გაუშვი, ყველა თავს გესხმის. დროის გამოა, მოდით. ძმაო, მე ნამდვილად დავჭი, ძმაო. მე არ მაქვს, მე დამესხმება თავს. არ ინერვიულო, მოდი ენა გამოაჩინე, არაფერს გეტყვი. შენ მის გვერდით დარჩი. არაფერს გააკეთო შენ. სახში რო არ ვიყავი, ჩემი დობერმანი წამართვეს ერაყელებმა. მართლა გარეთ ვიღაცა თასმით დადის. მეც მყავდა ზუსტად ასეთი ლამაზი. დობერმანი, ზუსტად ძმაო. დობერმანები ძალიან ლამაზები არიან და ჩვენი კიდევ დამცველია. ბაბუაც მაშალა კარგად დაიწყო დაცვა. მარტო ეს ნორა თითქოს დეკორატიულ ძაღლივით იქცევა, არა? მოდი აქ, მუხლებზე ხტება და ასე დადის. ეხლა შვილებს ყველას ნახავთ. ჩიტირი. ვინ მასულა შვილო? ჰა? ცოლიანი, იცით? ცოლიანი. შენ რომელია შენი ყველაზე საყვარელი აქედან? ცოლიანი. დიდი ხუთი ჯანმრთელობა. ყველა უყვარს. ყველა უყვარს. ვინ მოვიდა ცოლიანი? ცოლიანი. ჰე, ასლიანოღლუ. წაიყვანე ეზმაო. ჰე, წინაგვირა სარაიაში წავიყვანე. მაშინ აქ როგორ იყო ბიჭო? ჰე. იქ ბილი გაასრიალა. მართლა ასეთი დიდი იყო კარლოსი? არა? შენ და მე, მადლობა ღმერთს ნურა მოიცადე. მადლობა გინდა შენ. ნუ გამასრიალებით შენთან ერთად. არა, შენ გინდა. შენ არი დარდო. შეგიძლია ყველა ეს შენი შვილი დაათვალიერო. გინდა ფოტო გადაგიღო მათთან ერთად. გადაიღე. გადაიღე. გაგიჟდა კარლოს, ხედავ? კარგი ახალგაზრდებო, დამშვიდით. ჩვენ ძმას უკეთებთ გალიევს. ეხა ხედავ, ესენი ნამდვილი უჩხულებივით არიან. ამათვის არც გალია, არც ჯაჭვი, არც სახელო. ამიტომ ამათ ერთმანეთს ვაჩვევთ. მაგათით ვიყავი დაკავებული. ნუ ჩერდებით. ასიე ჭკვიანად იყავი. შვილებიც ყველა ასეთები არიან, როგორც ხედავთ. ასე წინ და უკან აგძელებე. არის კიდევ ასეთი რამე? ეს რა არის ძმაო? ეს რანაშიერია ძმაო? ეს ედგარე კურუსია. ის სიბაჭია. ეგ ჩვენი ეზოდან არა, ეგ გარედან მოვიდა. პოვეთ? არ ვიპოვია, ავიგეთ ხომ იცი? ავად იყო. ეხლა ცოტა უკეთა, ალხამდულილlah შვილო. ისიც არ უნდა მისცეს, ნუ მიცე. როცა გაიზდება, ცოლი რო ყავდეს, ცოლს მოიყვას.
დაიცადე ნელა. მეგობრებო, დღეს შემდეგი დრიდან ვაგრძელებთ. ჰუშინ ჩვენი ძმები ადრე მოვიდნენ. ცოტა გავიცანით ისინი. მერე ვიდეო გავწმიტე. დღესაც საქმეებს იქი დავაგრძელებთ, სადაც გავჩერდით. ასია, ჰანიმიც გავშვი. ასია. ანადოლუ, ასია, მოდი აქ, მოდი. მოდი, მოგეფერო, შვილო, მოდი. მეორე მხრიდან გენერატორი მუშაობს. ის გვერდით სავარჯიშო მოედანი, ხო იცი? იმ ადგილის კარის გაკეთება დავიწყეთ, მეგობრებო. დღეს ზაღლებს და სხვებს მოვაწესრიგებთ. თავიანთ ადგილებზე მოვათავსებთ. ხომ ასია, ასია, ქალბატონო. მაშალა, ის ჩემი გოგოა. ანადოლუ, ასია, ქალბატონო, ანადოლუ. ა გალიები მაჩვენი ერთი. ეხა უბლის ესკობარი იქა. უბას იქიდან გამოვიყვან. ეხა პირდაპირ პრევენცია გავაკეთო, მეგობრებო. თავსებადი ზაღლები ერთმანეთის გვერდით იდგნენ, უფრო ლამაზი ვიზუალი რო იყოს. ზეინებ ქალბატონი აქ მოვიყვანე, ალექსი აქ იყო, ალექსი აქედან გამოვიყვანე, ზეინებ ქალბატონი აქა, ალექსი ამ ხარეს დავაყენე. ალექს ქალბატონი აქა. ეხლა ეს გალიებიც გვერდით. აქ ოდუს მოვიყვანთ. აქ ეხლა ცარიელია. ოდუს აქ მოვიყვანთ. ანუ სრულიად ერთნაირია. სკაუსი, რასები გვერდი იდგნენ. უფრო ლამაზი ვიზუალი რო იყოს, ამიტომ თქვი. ამის შემდეგ ახლა ამ გარეთ ხობ ზაღლებს შევაგლოვებთ. გარეთ აღარ იქნება ბევრი ძავრი. ანუ მაქსიმუმ 2-3. ამიტომ მოდი ნახე. ეხლა აქ მოვაწყობ ყველაფერს. კოკან, წარმატებები. კოკანი ახლა აქ უკარს აწყობს. აქ ყველაფერს კარგად აკეთებს. ამ ქვებს კარგად დავალაგებთ. ცოტა ხანში აქაუ კრიბეებს და სხვასაც მოვაწესრიგებთ. სუთა იქნება. მერე გარეთ მყოფი გუნდის უმეტესობას აქ მოვიყვან. დამატებით კრიბესაც დავამატებთ. ამას მიხედით მოვაწყობთ. ანუ ვინც ძალიან ბევრს დადის, ჩხუბობს, არეულობას ქმნის, ერთ ნაწილში შევკრებთ, რომ ცოტა ხანში პრობლემა არ იყოს. და კიდევ, ეზოში კარლოსი, ჰექტორი, ოდუნი და მსგავსი აგრესიული ძაღლები არ გაუშვოთ. თუ მაინც და მაინც ამათ შევკრებთ, მაშინ იმათ უფრო მარტივად გაუშვოთ. გააგეთ, მთლიანად ამისთვისა. კარლოს, ანუ აგრესიულებს მაგალითად, გამოვიყვან. მივდივარ პირდაპირ მინდორში, აქეთ-იქით რთულია. ეხლა ესე რომ ვაკეთებთ, ბაღში ყველა ძაღლს თავისუფლად დავაკვირდები, ძმაო. მოიცა, სად დავდე თასმა? თასმა ჩემთან იყო. სად დავდე რა თასმა? კიდევ ოდუნიც უნდა მოვიყვანოთ. აქ დავდე? მოდი. ეხლა ოდუს მოვიყვანთ. იმედია ოდუს რო გამოვიყვანთ, არავის ეჩხუბება. თარიც გადაიგე ერთი. დესთან! რასაკეთე ბიჭო, ჩემი ლომოშვილი. დედის და მამის ლომი, ქარიზმის ნამდვილი შვილი. ეხლა მოდი ეს სუფთა ძაღლები დავალაგოთ. რაკიც საფში რჩებოდა, რაკიც გაჩვენოთ. სუფთა რაკი. ის ვიყიდე 3 დღე სახში იყო, სუფთა იყო. ისე ფერმაში მოვიდა და დასვილი გახდა. იზაბელთან ერთად ატარებდა დროს სახში. ეხლა რაკის სახშიული მეგობრებო, მაგრამ დღეს თქვი მოდი გამოვიყვანო, სახში მოიწყინა. იზაბელ ხანუმიც უნდა მოვიყვანო. არ გამოვიდა, შემდეგისთვის იზოშიც მოვიყვანე. სუსლუ, მოგენატრა იზაბელი, გოგო. ჩემი გოგოს საუკეთესო მეგობარია იზაბელი. აუ, ასია, ოდუნისთვისაც ხო არ არის ნეტა. ასია, როგორ ხარ გოგო? არ ჩახტები ხო ოდუნთან? მოდი ნახე. ძაღლებს დავაყენო, ძმო. მერე იქ საგებავი და შეგებოა. დღეს მზიანი ამინდია, მაგრამ წვიმას აჩვენებდა. იმიტომ რომ ღრუბლები და ასე შემდეგ მიდის. ზე ამოდის. ნახე, ამინდი კარგია, საღებავსაც დავადებ. წინა გალიებს დღეს მთლიანად დავამთავრებ. სად არიან ჩემი ბეიბიკები? შეშა! ზათხარ შვილო. როგორ ჩაიკეტა ჩემი ლომის ნაჭერი? წარმატებულ საქმეს გისურვებ. ძმაო, ოდუნი ისეთი მკაცრი ძაღლია, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან თუნდედრი. ყველას ერჩის, ნამდვილი გადარეულია. ძალიან პრობლემულია. კან დღესვე დღისი დავაყენოთ ის წინაგალიებში. იქიდან გადახტება, გაიქცევა. მათთან ერთად ვცადოთ. ინშალლა, არ გადახტება. მოიცადეთ, იმ პრინცის ბარტყებს გაჩვენებთ. დამიცადეთ. შეხედეთ ამ სილამაზეს. შეხედეთ ამ ბარტყს. შენ რას აკეთებ საყვარელო? ამათთან ერთად გერთად გაუშვათ. სხვათა შორის თავისუფალია. სამშობიაროს ბინადრები გახდნენ, პრინცესა. მოვიდა პრინცესა. გოგო ლექს მივყავარ. ეხლა მათთვის ოჯახებს ვიპოვი. კარგი პრინცესა, ვაგზავნი მათ. მუდმივად გარეთ არია. დედა პრინცესასაც უკვე ლეკვერთან ერთად დავკეტავ. აი ეს ლეკვები უნდა დავიცვათ. ზარლები შეიძლება აგრესიულები გახდნენ, შეიძლება უგბინონ. უთხარი მოდი უსაფრთხო დავაბინავოთ ისინი.
ამიტომ მათთვისაც ადგილს მოუწყობთ. დღეს ბევრი სარემონტო საქმე გვაქვს ძმაო. მოდი აქეთ-იქით ავალაგოთ. ჩემ სახლში უნდა შევიდეთ. სახლს წესრიგში მოვიყვანთ, გალიები უკვე წინ დავამთავრეთ, რესურსი დაგვიმთავრდა, ერთი გალიაღა დაგვრჩა. შემდეგ საღებავს და კედლებს ნელ-ნელა მოვაგვარებთ. ეხლა ოდუნი გამოვიტან. რა მოხდა პრინცესა? ნაშიერი რო წავირე გული დაგწდა გოგო. დაიცადე. დაიცადე ოდუნი მოდის. მოდი ლომის ნაჭერო, მოდი. ძმაო, როცა ოდუნს ვატარე ძალიან მეშინია, კარგი? ყოველდღე ვიღებ მას. გარეთაც უშვებთ. გარეთ პრობლემა არ არის, მაგრამ ეზოში მაშინებს უბრალოდ. მოიცადე. იმიტომ რომ თითქოს არ დამესხმება, ასე იქცევა. უეცდა თავს ესხმის ოდუნ ბაბა. ბაბუა ხომ არ არის, არა? ბაბუას თურმე ჩვენს თუ გამოხვებოდა. მოდი აქ ოდუნ. ჩემი სიმპათიური ბიჭი ხარ. მაშინ ალექსი ჯერ არ გაბრაზებულა, ხო? თუ გაბრაზდებოდა, ორივეს გადავილებდი. რა კარგი ლეკვები გვეყოლებოდა, მეგობრებო. სამწუხაროდ ერთხელაც არ გაბრაზებულა. ეხლა საბელი გაწყდა. მართლა სარტყელი გაწყდა ძმაო? ნახე გაჩერდა სარტყელი ხელში გამიწყდა. კინაღამ ბაბუა შუაში მოხვდა. ფიცით გეუბნები კინაღა ბაბუა შუაში მოხვდა. დაიცადე. ვაი ეს კამარი როგორ გაწყდა კაცო? ღმერთს მადლობა რომ გაჩერდა. მართლა რო არ გაჩერებულიყო ლახავდი მერე პრობლემებს. მართლა ბაბუა მაშინ ბაბუა როგორ უყურებს? ბაბუა მართლა ვერ გადაგარჩენდი მაშინ შვილო. მე გეტყვი. დამაცადე ბარტსაც დავეცხატავს დამაცადე. მოდი ოდუნ. იცადე. საბელი გაწყდა ბიჭო. ხველთვანი სულ გამიფანტა ხედავ? ვერც კი შეამჩნია რომ გაწყდა. თუ შეამჩნია რომ გაწყდა, მაშინვე დაიჭერდა ძმაო ბაბუას. ხმეთმანი პირდაპირ დაიჭერდა. დავიცადოთ, ნელა წავიდეთ ეხლა. არა ბაბუა. არა შვილო. არა შვილო. აი რომ მაგალითად ბაბუასაც წავიყვან იქ. არა. არა. არა მოიცადე. არა ბაბუა. შვილო, არ შეგვიდეთ ხო? არა. არა. იცადე, მოლდი აქ. იცადე, ბაბუა ერთი სხივაც ეშინია, მაგრამ მეორე სხივაცერიდება. გაჩერდი, ახალგაზრდებო, ცოტა გაიციეთ. დაიცადეთ ერთი გამოვიდეს. არა. ძმაო, ძალიან გიჟი ძაღლია რა. გუშინდელი დრიდან ნეცკი ცოტა მეშინია მისგან. ხედიდონ განსაჯეთ, საბელიც მოკლეა ეხა ჩემს ხელში. დაიცადე. იცადე. ბაბუ არ მოხვიდე ახლოს. მართლა არ ჭამ. მე თვითონაც გიმერიდება შენს ის საჭმის ჭამა. დაიცადე შვილო, მოიცადე. მოიცადე, საბელი ძალიან მოკლეა. მოიცადე, მოდი ეხლა წადო. მოიცადე შვილო, არ მოხვიდე. დაიცადე. ოდი ძმაო, მოდი ეგრევე მისი გალი ავიღოთ. ინშალა იქიდან არ გაიქცევა. ეხლა იცი რა, მოიცადე შვილო, მოიცადე. ცოტა მოშორდი ერთი ვნახო, მოიცადე. მოდი ოდუ. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი. ბაბუა არ ჩაერიო. ბისმილლაჰ. გმადლობ, მოდი დავუდოთ ეს. ალთიაზი ბეგლე. დაიცადე. დაიცადე შვილო. ღმერთო. კალები ჩამოინგრა. დაიცადე. ეხლა ოდინის ახალი ადგილი აქა. კარგი? დაიცადე. ო딘 გავიარო. მოიცადე ბიჭო. ეხა ამის წინაც ერთი უკანა დავამაგროთ. ოლდილმა არ დაანგრიოს აქ. ეხა ვიზუალურად როგორია, ოღონდ არ დაგვიჭირო. ო딘, ფეხი არ ჩაყო. ფეხი არ ჩაყო. ნახე? ეხა ვიზუალი 10-იანია. ღმერთო ძმაო. მარჯვნივ ქვემოთ ოდინი, მარცხნივ ალექსი, კარლოსი, ასილი, ზეინა, ჰექტორი, ესკობარი, ჰექტორი. მართლა თუ ერთ-ერთ გალია ზემოდან დავხულავთ, ნორას აქ მოვიყვან. ნორა იმიტომ რომ ამ გალიებიდან ხტება. ამიტომ უნდა გაუკეთოთ ზემოდან დახურული ადგილი. ლეც იმასაც მოვაგვარე, მე ნორასაც აქ მოვიყვან, მეგობრებო. ოჰო. ტანი რასაკეთებ ჩემს ფეხებთან, ცელკი ხარ. ეხლა მოდით ვნახოთ. ჩემი კამარი გამოვიცვალოთ. მეგობრებო, გენერატორის ხმაურმა თავი ამტკივა. ეხლა რაღაცას გავაკეთებ.
ეხლა ხო გახსოვთ, ოდინი რომ გამოვიყვანეთ ის გალია, იქ პრინცესას და მის ლეკვებს მოვათავსებ. ჯერ შიგნით დავალაგებ, მოვაწესრიგებ, მერე კი პრინცის ლეკვებს შევიყვან. ისინიც იქ დარჩებიან ძმაო. ნელ-ნელა ვალაგებთ ყველაფერს, ნელ-ნელა ყველაფერს მოვაწესრიგეთ, როგორც შეგვიძლია, ხო ასეა? არესი, ვირის მტერი არესი. ეს სიქე რატო გამოიტანე 100-ე? კოჩარ, ჩემო გოგო. მაგალითად ეხლა 100-ე დადის, ხო? სხვები ისევ მას ეჭხუმებია. ეს რო არ მოხდეს ძმაო, გარეთ მყოფებს შევკრებთ. იქ რომ მორჩეს. არეს, ჭკვიანად იყავი, თორემ 100 ექცემს. არ გამოდექით. ამის შემდეგ მოვაგვარებთ. ეხლა კი საქმებს დაუბრუნდე. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. შვიდობით მეგობრებო.